არასოდეს არ დააყენოთ არავის სიტყვები თქვენსა და თქვენი სხეულის აღქმასა და ურთიერთობას შორის. რას გულისხმობ ამ სიტყვებში? ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ მისცენ საკუთარ თავს უფლება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ ეს იქნება სოციალურ ქსელს გარეთ. ისე ატკინონ გული მეორე ადამიანს და უთხრან, მიცი რა, მე როგორ გახდი, ან როგორ მომატებულ ხარ. და აი ამ ერთმა სიტყვამ შეიძლება მით უმეტეს თუ ადამიანი მარტივად ექვემდებარება სხვა ადამიანების აზრს საკუთარ თავზე და არ გააჩნია ისეთი ძლიერი დაცვა, ჩამკეტი ენერგია, რომელიც კეტავს სხვის აზრს და პროექციას მის სხეულთან თუ მის თავთან დაკავშირებით, მე ადამიანები ძალიან ცუდ შედეგებამდე მიდიან, იმიტომ რომ ფაქტიურად მათი ცხოვრება ხდება კოშმარი. ისინი ინადგურებენ ჯანმრთელობას, ისინი ინადგურებენ ფსიქიკას, იმიტომ რომ ვიღაც უსაქმურმა, რომელიც თვითონ საკუთარ თავთან ვერ მოსულა, ვერც ჰარმონიაში, ვერც არც საკუთარი სხეული უყვარს, არც საკუთარი ცხოვრება არ უყვარს, იმიტომ რომ დამიჯერეთ მეგობრებო, ადამიანები, რომლებსაც მიღებული ყავთ საკუთარი თავი და ცხოვრობენ ინტენსიურად, იმათ უბრალოდ დრო არ აქვთ, რომ თქვენი სხეულის დეტალები განიხილონ სოციალურ ქსელში თუ ნებისმიერ სხვა სივრცესა და რეალობაში. ისინი ცხოვრობენ, ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ თავს და პირად საზღვრებს, ასევე ისინი ხვდებიან, რომ მათი თითოეული სიტყვის ძალა, ხომ კარგად ვიცით რაც არის, შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგების მომტანი გახდეს კონკრეტული ადამიანისათვის. და ამიტომ ბედნიერ და თვითკმარ ადამიანს არ აქვს იმის სურვილი, რომ ვიღაცას ატკინოს. იმიტომ რომ ზოგადად სხეულთან დაკავშირებული ნებისმიერი აზრის დაფიქსირება ეს არის ძალიან ძალიან საფრთხილო თემა. სხეული ეს არის ჩვენი, არ ვიცი, სალოცავი დაარქვით, სხეული გვატარებს, სხეული გვაცოცხლებს, სხეული გვაფუნქციონირებს. იყავით მადლიერები საკუთარ სხეულთან და ტანჯავთ, იმიტომ რომ ვიღაცის აზრმა და ვიღაცის შეხედულებამ, რომელიც დარწმუნებული იყავით, რომ არიცი საკუთარი ნაღველი და სიბრაზე წაიღოს და თვითონაც არ არის ბედნიერი იმ სხეულში, რომელშიც არის, მოვა და გაგაკრიტიკებთ თქვენ. მოვა და შემოვა თქვენს პირად საზღვრებში, მოვა და შეეცდება, რომ ის შხამი, რომელსაც უკვე ვეღარ ინელებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვს დაგროვებული, მომართავს თქვენსკენ. თქვენი ურთიერთობა თქვენ სხეულთან არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის აზრზე. არ მოგწონს შენ სხეულში რაღაც, შენ შეიძლება პირიქში უნდა გააკეთო ანალიზი. ეს ნამდვილად მე არ მაკმაყოფილებს თუ ვიღაცის აზრია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თუ არ მომწონს ჩემს სხეულში რაღაცა კონკრეტული და მინდა შევცვალო, იქ ვივარჯიშო, იქ რაღაცა სწორი კვების რეჟიმი დავიჭირო, ხო? ეს არის ჩემი ურთიერთობა სხეულთან, მაგრამ რასოდეს ჩააყენებთ და არავის არ მისცეთ უფლება, რომ დადგეს თქვენსა და თქვენ სხეულს შორის. ეს არის ძალიან პირადი, ეს არის ძალიან ინტიმური და ეს არის ძალიან ძალიან საკრალური ურთიერთობა. იმიტომ რომ ყველა სიბრაზე მე რომელიც თქვენ სხეულზე გადმოგაქვთ, ეს არის პროგრამა, რომელიც თვითგანადგურებას იწყებს ადამიანისა. როდესაც ვიღაცა გეტყვით, რომ მე როგორ მომატებულ ხარ, ან როგორ დაუსვით კითხვა, ვისთვის? ვისთვის მომატებულ ვარ? ვისთვის გამოვიყურები მოვლილად, მოუვლელად? ვისთვის? მე მომწონს ჩემი თავი. მე მიყვარს ჩემი თავი, ვგიჟდები ჩემს თავზე, ჩემს სხეულზე. როგორ შეიძლება მე ის არ მიყვარდეს? ჩვენ პირადად დახურულ ჯგუფში
ქალბატონები, რომლებიც 50 წელს პლუს არიან, ახლა სწავლობენ საკუთარ სხეულთან ურთიერთობას. ახლა სწავლობენ საკუთარ თავთან ურთიერთობას. თურმე რამდომებია, თურმე როგორი სხვისი აზრების გამო, სხვისი რეალობების გამო ვიღაცას არ მოსწონ ხარ, არ მოსწონს თქვენი სხეულის ფორმები, ეს მისი აზრია, ის არის მისი აზრი. გაერიდეთ ასეთ ადამიანებს. მოერიდეთ ასეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ტოქსინებში იხარშებიან. თქვენ ამ ყველაფერს იხებთ იქამდე, სანამ თქვენ ამას ეთანხმებით. თქვენ თუ ამას არ ეთანხმები, ანუ ვინ მოგცა უფლება შენ ჩემს სხეულს ან მომატებული ფორმები დაუწუნო ან დაკლებული, ზოგი შენ თავს მიხედე. მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარს ჩემი სხეული. და ჩვენს ურთიერთობაში ვერავინ შუაში ვერ ჩადგება. გამიგეთ მეგობრებო? იმიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა, რადგან ჩემი მეგობარიც თან მახლავს და მაცილებს. იმიტომ რომ თქვენი სამყარო, ეს არის თქვენი სამყარო. და მასში ხელების ფართური სუფლება არავის არ აქვს. არც არანაირი აზრით, არც ეგრეთ წოდებული ვითომ და სიკეთით ნათქვამ პასიურ აგრესორებსაც ბევრს ხვდებით. შენთვის მინდოდა, მე ხომ სიკეთე მინდა შენი სიკეთე დაიტოვა შენთვის. მე თუ შენ ჩემზე მეტად ვერ გენდომება ჩემი თავისთვის სიკეთე. შევთანხმდეთ, ხო? ვერ გენდომება. და ადამიანისთვის თუ გინდათ სიკეთე, თუ გინდათ რომ ადამიანს მიაწოდოთ თქვენი აზრი, პირველ რიგში მიაწოდეთ მაშინ, როდესაც ის ამას გეკითხებათ და მიაწოდეთ ძალიან დელიკატურად, ძალიან ფრთხილად. ძალიან ფრთხილად. მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი ეხება ადამიანის და სხეულის ურთიერთობას, რომლებიც მთელი ცხოვრება მერე ამის გამო არიან ტრამვირებულები. ადამიანური ურთიერთობა ეს არის ძალიან დიდი ფილოსოფია. ხანდახან, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი რეალობიდან ცხვირის ჩამყოფი, არასაზღვრების მქონე ადამიანების გაშვებას, დგება ხოლმე ესეთი ერთგვარი მარტოობა. შეგრძნება. მე თურმე როგორი მარტო ყოფილ ვარ, თურმე როგორ არავის არ ესმის ჩემი, თურმე როგორი რა ვიცი, ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი, სანამ ადამიანს აძლევ უფლებას, რომ ესე იგი თავზე გადაგიაროს, შემოლეწო შენი საზღვრები, გატრიალოს თავის ჭკუაზე, მანამდე შენ მისთვის კომფორტული ხარ. მაგრამ როგორც კი შენ იწყებ შენი საზღვრების დალაგებას, შენ მათთვის კომფორტული აღარ ხარ. აღარ ხარ. იმიტომ რომ ასეთი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იზიდავენ თვითმკმარ, შემდგარ და ძლიერ ადამიანებს. და არა ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან სხვისი საზღვრების პატივისცემა. თქვენს რეალობაში აუცილებლად გაჩნდებიან ახალი ადამიანები. იმიტომ რომ გვანი ყოველთვის იზიდავს მგვანს. ეს ესე უბრალოდ გადახვევა, ასე რომ არავის არ მისცეთ უფლება თქვენს სხეულსა და თქვენ შორის ჩადგეს. თქვენს სხეულს ყოველდღე უთხარით მადლობა, ყოველდღე მოეფერეთ, ყოველდღე აკოცეთ, ყოველდღე ემადლიერეთ იმისთვის, რომ გაცოცხლებთ, გატარებთ და თქვენთან ერთად იბრძვის. და არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება ეს ურთიერთობები ეჭქვეშ დააყენოს. გისურვებთ წარმატებებს.